2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობას არ აპირებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ზოგადად არანაირი მოთხოვნა არანაირი თვითმმართველობის არჩევნებზე არ არსებობს მხოლოდ ახალ არჩევნებთან. ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება ეს ხელახალი არჩევნები, იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებული ხელახალი არჩევნები თუ რა, ესე ვთქვათ, მოცემულობაც და რა კონფიგურაციაც არჩევნების არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმეს ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო ესე ვთქვათ პროცესის წარმართვის თუ ვინმეს ეშინია კიდევ ერთხელ ხაზგასმით მომავალ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ეს არის ქართული ოცნების დასტურდება იცით აი აქ ბოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ მათ კიდევ უფრო მეტად გააუარეს ეს და მოირგეს საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ ბუნებრივად ვემზადებთ არჩევნებისთვის, ადგილობრივ არჩევნებთან რთული არჩევნებია, იმიტომ რომ ფაქტობრივად 63 სხვა არჩევნები ტარდება თითოეულ ოლქში და ბევრ ადამიანს და ფინანსურ რესურსს ითხოვს. მეორე საკითხია, რომ ეხლა პოლიტიკური გარემოძალიანности არაპროგნოზირებადია ჩვენ ქვეყანაში და მარტივად წარმომიდგენია, რომ შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ქონდეს, მაგრამ პარტია, რომელიც ზოგადად არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, მაინც პოლიტიკური პარტია ვერ გამოდგება. თუ რა თქმა უნდა რევოლუციას არ ამზადებთ. ჩვენ რევოლუციისთვის არ ვემზადებით და ამიტომ ბუნებრივი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავთ. დაახლოებით 700,000 ამორჩევლის დავალება მათ არ შეასრულეს და მანდატები დატოვეს. და ასევე ანგარიშსაც ისინი არაბარებენ ქართულ ხალხს, თორე სადაც გამოჩნდებოდნენ და დაელაპარაკებოდნენ, სადმე წავიდოდნენ, რეგიონში ჩავიდოდნენ, ხალხს შეხვდებოდნენ. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ელოდებიან რაც ექნებათ დავალება ზუსტად ისე მოიქცევიან. თუმცა ჩვენი არ შემდგარი ოპოზიციის საქმე რო ვიცით, კარგია რომ დღეს ამას ამბობ, ხო გამორიცხა ყველამ კატეგორიულად თუ არ მივიღეთ მონაწილეობასო, მამუკა ხაძარაძე მოღალატე იქნება ის ვინც მონაწილეობას მიიღებსო, აგერ დადგება ოქტომბერი, ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება.